გარემოს დამცველებს ორი ცხელი სეზონი გვაქვს ძალიან ხეების ჭრაზე, ეს ერთი არის ახალი წელი და მეორე არის აღდგომა. აი ეს არის ჩემი ნაძვი. ეს არის 10 წლის, რომელიც თესლიდან გამოვზარდა და 10 წელი დაჭირდა რომ ამხელა გაზრდილიყო. ეს არის ქოთანში გაზრდილი, უფრო მოზრდილი ნაძვი, რომელიც მქონდა შარშან გადავდგეთ ღია გრუნტში და ძალიან გარეთ არის მთელი წელი და ერთი 10 დღე შემომაქვს სახლში უბრალოდ. მოჭრილი ნაძვების ყიდვა შეიძლება ოღონდ ისევ ლიცენზირებულის და ძირითადად მოჭრილ სასაწყიდულობად ის არ არის ნაძვი და ის არის სოჭი. ეს სოჭის თესლი ძირითადად საქართველოსდან გადის, საქართველოში რაჭაში აგროვებენ და მე 12 წლის ასაკში იქ უკვე სასუქებიც დიან, ამიტომ ის უფრო მალე იზრდება ვიდრე ეს ბუნებრივად ამოსული. სპეციალური სანერგე მეურნეობებია, სადაც მხოლოდ მოჭრაზეა ეს ნაძვი და არ არის ბუნებიდან ბრაკონიერულად ამოღებული და ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ბუნებას არ ვავნეთ. ნუ არსებობს ახლა ვისაც უყვარს ხელოვნური ნაძვები, არსებობს ჩიჩილაკები, თუმცა ჩიჩილაკსაც ცოტა ეკოლოგიასთან შევა პრობლემა ქონდეს, იმიტომ რომ ხშირი ყოფილა შემთხვევები, რომ საახალწლოდ მეზობლები გადაეკიდენ ერთმანეთს, თხილის გამზადდება ჩიჩილაკი და ერთი მეზობელი შეიძლება გადაიპაროს მეორე სეზონში და ეს თხილი გაუკაფოს, რომ ეს ჩიჩილაკი გააკეთოს. ახალი 2016 წელი მოდის და მინდა ყველას უსურვო, რომ ეს წელი იყოს უფრო მწვანე, უფრო შეგნებული მოქალაქეების და მინდა რომ ნუ გვექნება გაპარსლულ ტყეზე იმისი ილუზია, რომ ეს არის მხოლოდ სახელმწიფოს ბრალი. იმითი რომ მე გავდივარ და ვყიდულობ ნაძვს, ამითი მე ვანადგურებ გარემოს. ამიტომ ჩვენ თითოეული გამოვსწორდეთ და ეს იქნება იმისი საწინდაი, რომ 2016 წელი კიდევ უკეთესი იყოს ჩვენთვის და ყველას ულოცავ დამდეგ ახალ წელს.